ბოლო კითხვა მექნება, თუმცა დავიტოვებ უფლებას, რომ კიდევ დაგიბრუნდეთ თუ კი კითხვა გამიჩნდება და შემდეგ წევრებს თქო კითხვები დასვან. როდესაც 2023 წლის ზაფხული იყო ქალბატონი ნატა ლომოური, რომელიც რეალურად მას შემდეგ რაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა დაგარბიათ სპეცრაზმელების და ძალოვანი სტრუქტურების და მაშინდელი კულტურის მინისტრის თუ არ მეშლება ნიკა იღორურა ნიკას დროს დაინიშნა მისი ხელდასმით ასე თქვა ქალბატონი ნატა ლომოური ასე ციმციმ შეიტანეს და დასვეს იქ სადაც დიდი ქართველი მწერლების სავანე იყო ხელმძღვანელად 2023 წელს მას ამოეწურა მორიგი ვადა, იმიტომ რომ მას და კიდევ მისნაირებს, ასე ვთქვათ, რო იცოდეს საზოგადოება, ვინც არ იცის, დაბევებული ჰქონდათ მოცემული თანამდებობა, კი გაუვიდოდათ უფლებამოსილების ვადა, მაგრამ აბა ერთი გაგებედა და აღარ გადაგენიშნა თანამდებობაზე, ამაზე ტყდებოდა ამბავი. და რომ გაუვიდა მორიგი უფლებამოსილების ვადა, მორიგჯერ 2023 წელს, ვინაიდან ის სწორედ 2007 წლიდან, რაც თქვენ იქიდან ნიღბიანმა ადამიანებმა გამოგიყვანეს, ის შეიყვანეს. იმის მერე მართავდა მწერალთა სახლს. მან გააბატონა და გააფეტიშა ბუღაძეები და კიდევ მისთანები იმ შენობაში, ისე რომ სხვისთვის, ვინც ტრადიციულ მიმართულებას ერთგულებდა, და რაც ჩვენ და მე ყოველ შემთხვევაში და ჩემნაირი ბევრია წამს არა მხოლოდ ამ კომისიაში გქონია რომ სწორედ ეს არის ქართული მწერლობა და არა ის რასაც წერს ბუღაძე მან გააფეტიშა ეს უმცირესობა და იქ მე მახსოვს ძალიან დიდი დრო დაჭირდა იმას რომ თქვენ თუნდაც საღამოები ჩაგეტარებინათ მოკლედ მე აღარ გავუგრძელე მას ახალი დანიშნა აღარ გავაკეთე. თქვენ გახსოვთ ალბათ რომ ამას მოყვა ძალიან დიდი ხმაური, პიკეტები, მიტინგები, შეურაცხყოფა რომ თითქოს ეს მამამ დაუტოვა და რომ ის იყო ხელშეუხებელი. აი ეს ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც არავითარ ჟანგბადს და სივრცეს არ უტოვებს განსხვავებულ აზრს. სხვისთვის არაფერი არ უნდა არსებობდეს, თუ ის არ არის იმ მიმდინარეობის ერთგული, რომელსაც თვითონ წარმოადგენენ. აი ეს 2023 წლის ვითარებას თქვენ უკვე დღევანდელი გადასახედიდან როგორ აფასებთ? ვინაიდან ჩვენი კომისია 2024 წლამდე პერიოდს მოიცავს ახლა უკვე, იმიტომ რომ გამიგრძელდა უფლებამოსილების ვადა. რასთან ქონდა საქმე? ანუ ადამიანმა იცის, რომ ის უკანონოდ არც თუ ისე გარდაცვლილზე არ ლაპარაკობენო, არც თუ ისე სახელოვანი წარსულის ადამიანმა, მინისტრმა მოიყვანა და ძალისმიერი მეთოდით დასვა და ის ნამდვილად ვერ იტყოდა თუ კი თავის თავთან მარტო რომ დარჩება ობიექტური იქნება საკუთარი თავისადმი, რომ რომელიმე მაშინდელი ცოცხალი მწერალს, რასაც ვეძახით ბუღაძეს არ გულისხმობ, რამით აღემატებოდა, გნებავთ ასაკით, გნებავთ გამოცდილებით, გნებავთ მწერლობაში, რა გაუკეთებია ხომ, თავად არ არის მწერალი. მაინც შეირგო, ასე ვთქვათ, ამ ხელა თანამდებობა, ამ პატარა ბავშვმა, ასე ვიტყვი, და შემდეგ ჩათვალა, რომ ეს არის ნაანდერძევი. მისთვის არავის არ უკადრებია, თუმცა ის ამასაც და კიდევ ბევრს იმსახურებდა, ჩემგან, როგორც მინისტრისგან, რომ მოხსნილი იყო, გაგდებული იყო, გაძევებული იყო იქ, სადაც აღმოჩნდა უკანონოდ და აბსოლუტურად უღირს ვითარებაში. მე ეს არ გამიკეთებია. დაველოდე ამოეწურა ვადა და შემდეგ ჭყალებში თუ როგორც თვითონ იციან ხოლმე ეს ჟესტით შემოიტანეს ქართულ რეალობაში გავუბედე
და აღარ დავნიშნე თავიდან. ეს იყო, ესე ვთქვათ, დიდი ამბავი. ხმაური უბედურება, ლანძღვა გინება და მინისტრი გამოცხადდა როგორც არ ვიცი მე. ჩაგვრელი. ჩაგვრელი რბილი სიტყვა. პირსისხლიანი და ასე ვთქვათ, ხო. რასთან მქონდა საქმე? რა არის ეს საერთოდ? აი ჩვენ დასკვნაში ქალბატონ ნატასაც უნდა ქონდეს თავისი უთნილი ადგილი და არა მარტო სააკაშვილს და რა თქმა უნდა, მე პატარა ეპიზოდს მოგახსენებთ მაგაზეც. როცა ქალბატონი რა ქვია საკეთ ნატა ქალბატონი ნატა ლომოური დაინიშნა, მე მახსოვს რომ მე და ბატონმა რეზომ გადავწყვიტეთ რომ ვიფიქრეთ რომ ალბათ ეხლა აღასრულებენ რაღაც იმას მაინც რასაც შეგვირდნენ რომ ორი ოთახი თუ არა სადმე კუთხეში შეგვიყვანენ და მე და ბატონი რეზო ერთადერთი მაგიდა გადაგვირჩა რომ დაგვირბიეს ყველაფერი და იმ მაგიდით მივადექით და ერთი კომპიუტერით მწერალთა სახლს და მახსოვს რომ ნატო ლომოურმა ამ სიტყვის სრული გამოგვაგდო შენობიდან და ჩემ ცხოვრებაში პირველად ეხლა ბატონი რეზო ისეთი ადამიანია არც აკადრებს სიტყვას შემეცოდას. აი შემეცოდა ბატონი რეზო მიშველაძე წვიმაში როგორ იყო დაყრდნობილი მაგიდას და როგორ ვერ შევიდა თავის ისტორიულ შენობაში. სულ მახსოვს ეს და ვფიქრობ რომ ადრე თუ გვიან ნებისმიერ ამბავს მაინც სამართლიანობა ამთავრებს. ეს არის ჩემი დამოკიდებულება. იყო ინფორმაცია, რომ ქალბატონი ნატა ლომოურის მმართველობის დროს პირველივე დღეებში თუ კვირებში, პირველივე ეტაპზე დიდი ქართველი მწერლების ერის მამის მათ შორის პორტრეტები მოიხსნა კედლებიდან და გადაადგილდა. ეს სწორია თუ სიმართლეა? კი, გადაადგილებული არის. ჩვენ დარბაზში ქონდა ილია და აკაკის დიდი პორტრეტი და გადაიტანა ცენტრალურ დარბაზში ქონდა, ასევე ქონდა როიალი, იმიტომ რომ აუცილებელი არის ეს როცა ღონისძიება არის და ის გადაადგილებული არის ნივთები ილიას და აკაკის ნივთები. კი ბატონო, მე ჩემი მხრიდან საზოგადოებას ის შემიძლია ვუთხრა, რომ ჩემი მინისტრობის დროს აღმოჩნდა, რომ იმ დაშენების გამო რომელიც თქვენი იქიდან გამოყვანის მერე მოხდა, როგორც ვიცი, სასტუმრო რომ დააშენეს. დააშენეს და სასტუმრო გაკეთდა რეზიდენცია მწერლებისთვის, თუმცა იქ რა თქმა უნდა, მხოლოდ ის უცხოელი მწერლები შედიოდნენ, ვინც ლიბერალურ მიმართულებას ქადაგებდა და იქ არ იყო ადგილი, ვთქვათ, ისეთებისთვის, ვინც განსხვავებულსაც იტყოდა, ხომ, თუ მრავალფეროვნებას ქადაგებ. ანალოგიურად ფესტივალებიც ასე ტარდებოდა. მხოლოდ ამ ნიშნით ჩამოყავდათ მწერლები. გამოიწვია ის, რომ ამ ისტორიულ შენობას საძირკველზე გაჩენილი ჰქონდა ბზარები და ჩვენ შევძელით და გავამაგრეთ საძირკვლები ფუნდამენტურად. და ამით ძალიან ბედნიერები ვიყავით, იმიტომ რომ რეალურად როგორც ჩანს ყველანაირი გეოლოგიური კვლევის და შესაბამისი პროცედურების გარეშე იყო ეს დაშენება გაკეთებული. ანუ ზედაპირულობა როგორც ბევრ საქმეში. წევრებს ვთხოვ შეკითხვებს, ბატონი თენგიზი, ბატონი გურამი, ბატონი ილია. გთხოვთ ბატონი თენგიზი. მოგესალმებით. უნდა ბედნიერება თქვენთანაც ბატონი ზუსტად უფრო ხანგრძლივი ურთიერთობისა და სხვა რანგში. როცა მე ზოგადად ქვეყანაში სტუმრობდით ხოლმე. ამ დარბევების დროს თქვენ თქვით რომ ფანჯრებიდანაც გადაყარეთ რაღაც ნივთები. რამე თუ გაქვთ ინფორმაცია ისეთი ფასეული, ვთქვათ, ჩვენი დიდი მწერლების ხელნაწერები, ან პირადი ნივთები, ან მათი ნაქონი ლიტერატურა, რამე ხომ არ დაკარგულა ისეთი, რომელიც მოისაკლისეთ ახლა ვთქვათ და დღეს შეიძლება უკვე
აღარა გვაქვს ეს სიმდიდრე. მოგახსენებთ მაგაზე, ესე იგი მე ასეთი შთაბეჭდილება დამჩა შემდეგ უკვე, რომ მათ შესწავლილი ჰქონდათ სადრაიდო, ჩვენ წინა დღეებში როცა ვიცოდით რომ უნდა დარბეულიყო შენობა, სრული აღწერა გავაკეთეთ სარაჯიშვილისეული ნივთების და დალუქული ჰქონდა. როცა მე მთხოვეს რომ გადამებარებია უკვე, როცა ნატალომორი მოვიდა, თქვა რომ არაფერია დაკარგული. ანუ გადავეცით სია და თვითონ ის რასაც მნიშვნელოვნად თვლიდით ძვირფას ნივთებს არაფერია დაკარგულიო. განადგურდა ყველაფერი რაც თანამედროვე იყო, ყველაფერი, იმიტომ რომ ის დიდხანს ეგდო საწყობებში ვანის ქუჩაზე, იტალიური ავეჯი იყო თუ რაც კი თანამედროვე იყო, ყველაფერი განადგურდა. ასევე იყო ბიბლიოთეკა, რომელიც აღარ არსებობს. ჩვეულებრივი წლების მანძილზე შეგროვილი წიგნები, ისტორიული წიგნები, ყველაფერი, არაფერი აღარ არსებობს და ასევე ვეღარ პოულობთ არქივს მწერალთა კავშირისას, რომელიც სარდაფში ჩააგდეს, ასევე წიგნებიც სარდაფში ჩაიყარა. რა პერიოდის არქივია, ახალ ბატონო მაყვა? რა პერიოდის არქივზეა საუბარი? დიდი პერიოდის არქივია ეს, ჩვენი მწერალთა კავშირი მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირში 20 წლია. საერთოდ არქივზეა? საერთო არქივზე ხო. კონკრეტული პერიოდის? არა, ვერ პოულობთ სად რა არის. ხო, თვითონ აი მე ვამბობ მატერიალური ნივთები არა, მაგრამ ის რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აი მაგალითად ამას წინათ სარდაფში ვეძებე მე ასევე ეს გადაყრილი ნივთები, ამას წინათ რამდენიმე წლის წინ ხელს არასწორი ვთქვი და აღმოაჩინე უნიკალური ფოტოები, მაგალითად 1980 წელს მწერალთა კავშირის ყრილობაზე გოდერძი ჩოხელი როცა არის პატარა ბიჭი, რეზო ინანიშვილის და მისი დუეტი, საოცარი ფოტოები. აი ეს ყველაფერი, ყველა თითო ფოტოს კარგად მოგეხსენებათ რამხელა ფასი და რამხელა მნიშვნელობა აქვს. და ყველაზე გულსატკერი ჩემთვის ის არის კიდე რომ დღემდე ჩვენ კიდე კარგი რომ მოახერხეთ ვიდეო არქივი წამოღებული გვაქვს და ჩვენთან არის, ბევრი მათგანი ჩემი შექმნილისა, იმიტომ რომ 20 წელია თავმჯდომარე ვარ და ყველაფერი შენახული მაქვს, მაგრამ უსახსრობის გამო ეს არქივი მძიმე მდგომარეობაშია. ეს არქივი რაც წარმოადგენს ამის დოკუმენტი თუ არსებობს, რაც დაიკარგა. ანუ რაც უნდა იყოს წესი და ეს იყო, გეტყვით რა იყო? ეს იყო სხვადასხვა ღონისძიებებისა და ყრილობების დროს გადაღებული ფოტომასალები, ეს იყო თითოეული მწერლის ბიოგრაფია, მათი განცხადებები, თქვათ გალაქტიონის განცხადება გთხოვთ მიმიღოთ მწერალთა კავშირში. მაგრამ ეს რამე აღწერილი გვაქვს? არა, არ არსებობს მაგის აღწერა. ეს იყო უბრალოდ დახარისხებული, ასევე ბიბლიოთეკა იყო, რომელიც აღარ არსებობს. არც ეს არა გვაქვს და არა გვაქვს ესენი. აი ეს ყველაფერი ანუ სრულად რა დაიკარგა არ ვიცი. არა, აი ეს არქივზე განსაკუთრებით წიგნებზე ამბობენ რომ არის სადღაც სარდაფში მე მგონი, მაგრამ არქივი აღარ არის. კიდევ კარგი რომ რაღაც რაოდენობა ჩვენ გადმოვიტანეთ და ჩვენთან რაღაც ძალიან მცირე რაოდენობა გვაქვს. თუმცა მე დავამატებ რომ რაც გადარჩა ბოლო 20 წლის ყველაფერი შენახული გვაქვს. რაც გადაურჩა არქივი ის ქალბატონი მაყვალას და მისი კოლეგების ძალისხმევით დღემდე საუკეთესო ვითარებაშია შემორჩენილი, იმიტომ რომ რაც გადარჩა ის დამჭირდა არქივიდან გამოთხოვა ამას წინათ და მოცემული მწერლის თვითონ საქმე იყო აბსოლუტურად უნაკლოდ წარმოებული და შენარჩუნებული. რაც გადარჩა, რაც ვერ გადარჩა, ნუ იქ რა თქმა უნდა პრობლემაა. ბატონი გურამისჯერი იყო, ბატონი ილია, ბატონი ირაკლი. დიდი მადლობა ქალბატონ მაყვალა, თქვენი მობრძანება კომისიაზე და ახსნა განმარტება რა თქმა უნდა პირველ რიგში არის ის რომ ჩვენ კომისიის დასკვნაში აისახება ეს ფაქტები, რა სამწუხარო ფაქტებიც მოხდა ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს და მეორე და უფრო მთავარი ჩემი აზრით არის ის რომ ჩვენ მთელი ამ კომისიის ხდომების განმავლობაში რა უბედურებებიც მოვისმინეთ აქ და მოისმინა სრულიად საქართველოს საზოგადოებამ რაღაცნაირად შემაჯამებელი გამოდის ახლა თქვენი ახსნა განმარტებები იმ თვალსაზრისით რომ როგორც ბოლშევიკური რეჟიმის მოსვლის პერიოდში იდეა იყო მათი რომ იმ ქართულ იდენტობას რაზეც იდგა საქართველოს ისტორია უნდა დაეპირისპირებინათ რაღაც ახალი იდეა სხვა შემთხვევაში ვერ მოიკიდებდნენ ფეხს და ეს ახალი იდეა შესთავაზეს რაღაცა სოციალიზმის სახით და ასე შემდგომ.
და ამას ვინ შეეწინააღმდეგებოდა, რა თქმა უნდა, იქ მიდიოდა მერე ტერორი და პირველ რიგში ამიტომაც იყო, რომ ინტელიგენციამ, მწერლები და ხელოვანი ხალხი შეეწირა სწორედ ბოლშევიკურ რეჟიმთან ბრძოლას. და აი ამ შემთხვევაშიც, მათ შორის თქვენი ახსნა განმარტებებიდან, დგინდება ზუსტად ის, რაც ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ თქვენი პირველ წყაროდან ახსნა განმარტებები დგინდება ის, რომ ზუსტად ნაცმოძრაობა, ანუ სააკაშვილი ეს ვიცით, რომ იყო პროექტი დასავლეთის და ამერიკის, რომ უნდა გამოეყვანათ ახალი ქართველი. ეხლა თანამედროვე სოფლიოში მიდგომები როგორც ჩან შეცვალეს და ახალი ქართველის გამოყვანისთვის საჭირო იყო პირველ რიგში ზუსტად აი იმ წყაროების და ფესვების გადაჭრა, რაზეც იდგა ქართული იდენტობა. ეს არ იყო ძნელი ამოსაცნობი, თუმცა აი ეს ფაქტები კიდევ ერთხელ რას თქვენ მოიყვანეთ, მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ აი ამ კომისიის დასკვნაში აისახება ის მტკიცებულებები, რომელი მტკიცებულებებიც კიდევ დაერთვება აი ამ საკონსტიტუციო სარჩელს, რომლის გამოც მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი უწყება გააუქმებს ამ პოლიტიკურ რეჟიმს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჯამში რეალურად ის 1000 უბედურება წამება, ადამიანის უფლებების დარღვევა, ქონების ჩამორთმევა და ასე შემდგომ ემსახურებოდა ზუსტად ამას, რომ ქართული იდენტობა გაენადგურებინათ და ის თქვენი მოყვანილი ფრაზები, უბრალოდ თქვენს მე დასახელებული ფრაზები მინისტრი კულტურის, იქ ჭიაბერაშვილი, მწერალი, ვითომ მწერალი, ეს ბუღაძე და ასე შემდგომ, რომლებიც დაუფარავად ბედავენ იმას და ამბობდნენ, რომ უნდა გამოვიდეს ახალი ქართველი, უნდა წარსული დაავიწყო ადამიანს, ეს რას ნიშნავს? ადამიანს თუ წარსულს დაავიწყებ, ძალიან მარტივად დაიყოლიებ შენ მიერ სასურველ მომავალზე. იმიტომ რომ იმას მიზანი აღარ აქვს წარსული თუ დაავიწყე. ეხლა რა თქმა უნდა, ეს რეზიუმე იყო იმ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს დასკვნაში აუცილებლად აისახება, მაგრამ ერთი ფაქტი მე არ მინდა რომ რაღაცნაირად გამომრჩეს, რაც თქვენ თქვით იმ პერიოდში, როდესაც მიბრძანდით მწერალთა კავშირის შენობაში ღამე და იქ დაგხვდათ შესასვლელში ჩამოგდებული, დაგდებული გალაქტიონის სურათი და ღვთისმშობლის ხატი. ხო არ შემეშალა ზუსტად ასე. დიახ. და კიბეზე დაგდებული ღვთისმშობლის ხატი. და ესე ჩემი აზრით ეს პირდაპირ არის აი სიმბოლო სამწუხაროდ აი რეჟიმის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ 100,000 მოწამის დღესასწაული გვაქვს საქართველოში, რომელიც სხვათა შორის პირდაპირ შეურაცხო ერთ-ერთმა ნაცმოძრაობის ყოფილმა თუ ახლანდელმა ლიდერმა, ეს საჯაროა და იმიტომ საუბრობ ამაზე, ზურაგი ჯაფარიძემ პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა 100,000 მოწამეს, ესეც ერთ-ერთი ფაქტია და ეს ჩემი აზრით არ უნდა გავატაროთ და სიმბოლოა. ვიმეორებ, სადაც არ უნდა შეხვიდე და რა შენობაც, როგორი უკანონოთაც არ უნდა მიიღო, იმას რომ დააგდებ ღვთისმშობლის ხატს და მწერლის ხატს და იქ ადამიანებს ეუბნები რომ ზედ გადაუარე, ეს გააკეთეს. ამას აკეთებდნენ მაშინ ჩვენი მტრები და ამაზე ეუბნებოდნენ ქართველებს რომ ღვთისმშობლის ხატისთვის და მაცხოვრის ხატისთვის გადაევლოთ. წინამდელ შემთხვევაში მტკვარში აგდებდნენ. რასაც შეურაცხყოფა მიაყენა სხვათა შორის ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და აი ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მინდა რომ საზოგადოებამ კარგად გაათვითცნობიეროს. აი იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს საბედნიეროდ ეკლესიებში დადიან, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ინფორმაცია არ აქვს რა რეჟიმთან ქონდა საქმე და რომელ რეჟიმს სურს დღეს დაბრუნება ხელისუფლებაში. რომ აი ესე პირდაპირ ქართული იდენტობა მოსპონ თავიდან ბოლომდე რაზეც დგას საქართველო. და მადლობა თქვენ ამ ახსნა განმარტებისთვის. დიდი მადლობა და რადგან წმენაზე ვთქვით, მე მახსოვს, როცა შეიცვალა ხელისუფლება, უწმინდეს და უნეტარეს, რომელმაც თავის დროზე იმის გამო, რომ ჩვენ გამოგვყარეს შენობიდან სამების ტაძარში დაგვეთმო დარბაზი და იქ ვატარებდით საღამოებს, უწმინდეს ვკითხე, რომ რას ფიქრობდა, რომ შეიცვალა ბატონი სააკაშვილის ხელისუფლება და მითხრა ასეთი რამე: უფალმა კუბსკულში ხელი ჩაყო და საქართველო ამოიყვანა და გადაარჩინაო და ფიქრობ, რომ საქართველო კარგად იქნება. მადლობა, ბატონი ილია. გაბატონო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მეც ჩვენ კოლეგებს უერთდები და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ამ კომისიის მუშაობის ამ პერიოდში ჩვენ
ძალიან ბევრი მძიმე საქმე მოვისმინეთ, სხვადასხვა სფეროს, რომელიც ეხებოდა. ძალიან ემოციური იყო ამ ყველაფრის მოსმენა, გადალაგება, კიდევ ერთხელ გაგება, ბევრი რამე ახალიც იყო. მაგრამ დღევანდელი დღე ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ეს ისტორია და შეხება, ეხლა მე ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა, მაგრამ ხვდები რომ ამ დეტალებს, რომელ წელს, ვინ იყო, რა ერქვა და ასე შემდეგ. ეს არის ის დეტალები, რომელიც რა თქმა უნდა ამას ყველაფერს პასუხი ექნება, ჩვენ ამას დავარქმევთ თავის სახელს, მაგრამ პირველ რიგში ამას ქვია ღალატი ქვეყნის მიმართ, უპატივცემულობა იდენტობის, ჩვენი ფესვების, ჩვენი ტრადიციების მიმართ, ჩვენი კულტურის მიმართ უპატივცემულობა, დაკნინება ამ ყველაფრის. და ალბათ დღევანდელი ეს ისტორია და მწერალთა კავშირს რაც გადახდა თავს, თქვენ რაც მოგვიყევით და დარწმუნებული ვარ კიდე რამდენი დეტალისგან შედგება ეს ყველაზე მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი. ზუსტად ამ კომისიის მუშაობაც ემსახურება იმას, რომ სახელი დავარქვათ ამ საქციელს და ხაზი გაესვას და წერტილი დაესვას მომავალი თაობა იცოდეს და გაუფრთხილდეს, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ამის გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში დაიგეგმოს მომავალი. ამიტომ მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ბრძოლისთვის თქვენ და ყველა თქვენთან ერთად მებრძოლ ადამიანს, რომლებიც იბრძოდნენ თქვენ ხაზი გაუსვით ბატონ აბუ ამირჯიბის იმ მდგომარეობიდან აბრძოლ დეტალებს, რომელიც ჩვენ თვალწინ ხდებოდა და ეს ნანახი გვაქვს ყველას. მინდა ყველას ჯანმრთელობა უსურვო და ამ ტრადიციის გაგრძელება უსურვო და მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დაალაგდება და ამას ესეთი საშიშროება მომავალში აღარ ექნება. კითხვას რაც შეეხება ისიც დამაინტერესა, როგორ მოხდა ეს ბუღაძის წერილი თუ წიგნი თუ საბერძნეთში ჩვენ ქართველებთან რანაირად მიწვეული იყო, საღამო ქონდა. მიწვეული იყო და გაყიდა ეს სიგნები იქ აი თქვენ უპატივცემულობა ბრძანე და ერთ პატარა დეტალსაც ვიტყვი, იმიტომ რომ ესეც ჩემთვის მნიშვნელოვანია. როცა ჩვენ 90 წლის იუბილე უნდა გადაგვეხადა ანა კალანდაძისთვის, მოსაწვევები მივიტანეთ განათლების სამინისტროში. ამ დროს ლომაია იყო მინისტრი და უთხარით, რომ რუსთაველის თეატრში დიდ ქალბატონს უხდით იუბილეს. ყველა მოსაწვევი უკლებლივ დაგვიბრუნეს, სურველები ვერ ვნახეთო. ეს იყო შეურაცხყოფისთვის, თორე ბოლოს და ბოლოს შეეძლოთ სულ არ ეთქვათ ასეთი გულსატკენი ამბავი, მაგრამ როცა ქალბატონი ანა კალანდაძე გარდაიცვალა, ის ჩემი უფროსი მეგობარი იყო და ჩემი სალოცავი ქალბატონი, არ მიგვიშვეს საფლავთანო ორი სიტყვით გამოვშვიდობებოდით. აი ეს ყველა ფაქტი არის იმის დამადასტურებელი, რომ მაქსიმალურად უნდა დაეკნინებინათ ყველა ჩვენი ისტორიული ფაქტი მოვლენა და ის სიამაყე, რა სიამაყითაც ჩვენი ქვეყანა აქამდე მოვიდა. მადლობა, ეს მინდოდა მეთქვა და დიდი მადლობა. ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი. გიდასტურებთ ჩემ დიდ პატივისცემას, ქალბატონო მაყვალა. თქვენი და ყველა იმ ქართველი მწერლის შემოქმედების მიმართ, ვიზეც ახლა აქ საუბარი იყო და ვინც აქ ნახსენებიც არ ყოფილა. საერთოდ თქვენ აღნიშნეთ და საზოგადოებისთვისაც ცნობილია, რომ რაღაცის რო იტყვიან ხელში ჩაგდება რომ უნდათ, მას უნდა დარქმეოდა, რომ ეს არის საბჭოთა გადმონაშთი და იტყვიან აი ამ იარლიყის ქვეშ მერე ყველაფრის გაკეთების უფლებას აძლევდნენ თავს. ეს ეხებოდა ამ ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ძალიან ბევრ ასპექტს და რა თქმა უნდა მწერალთა კავშირი არ იყო გადმონაშთი ზოგადად მესმის რომ შეიძლება ყველაფერს ჭირდებოდეს დროთა განმავლობაში გარკვეული რეფორმირება, გარკვეული სახეცვლილება, თანამედროვე მოთხოვნებისათვის ფეხის აყოლა, მაგრამ ეს სულ სხვა რამე არის და ის რასაც ისინი რეფორმის სახით აკეთებდნენ, იყო ჩვეულებრივი დარბევა. ეხლა ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს მე თქვენთან.
თქვენ ბრძანებდით თქვენს მონათხრობში, რომ სულ სასამართლოებში გიწევდათ ყოფნა. მათი ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, რო იტყვიან რევოლუციის შედეგი ის უნდა ყოფილიყო, რაზეც ისინი საუბრობდნენ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო უნდა გქონდესო. ქონდა თუ არა სასამართლოს რაიმე გადაწყვეტილებებს, რაიმე გავლენა იმაზე, რა ქმედებებიც მათ განახორციელეს. ანუ სასამართლო პროცესი და ეს რეალური რაც მიმდინარეობდა, ქმედება რამე ან სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, ან რამე გადაწყვეტილება იყო, ან სათქმელო, ან საწინააღმდეგო და ეს ამ პროცესზე როგორ აისახებოდა. მოგახსენებთ, მწერალთა კავშირი სამართლიანად იბრძოდა. არა მარტო იმიტომ, რომ ეს შენობა 1920 წელს მისცეს სწორედ მწერალთა კავშირს, მაშინ სხვა ორგანიზაცია არ არსებობდა. არა მარტო იმიტომ, რომ 1959 წელს დიდი პრივატიზაციის დროს ასევე მწერალთა კავშირს დაუმტკიცეს. იმიტომაც, რომ უკვე 59 წელს სტალინის პერიოდის დიდი პრივატიზაციის დროს. იმიტომაც, რომ 1998 წელს თუ 19-ში მე ახლა კანონების შემეშალოს, გამოვიდა კანონის შემოქმედებითი კავშირების შესახებ, სადაც შავი თეთრზე ეწერა, რომ ქონებები, რომელიც არის შემოქმედებითი კავშირების ბალანსზე, არის მისი საკუთრება. ასე რომ ყველანაირად იყო დარღვეული. ერთი შენობა, რომელიც წაგვართვეს, იყო ისტორიულად ჩვენი საკუთრება, მეორე შენობა, რომელიც საჩუქარი იყო ზვიად სამსახურდიას, ანუ სახელმწიფოს პრეზიდენტის და შემდეგ უკვე ედუარდ შევარდნაძის დროს იყო გატარებული ჩვენს ქონებაზე, ისე წაგვართვეს, რომ სამართალი ვერსად ვიპოვეთ. სიმართლე რო გითხრათ, მე არც კი მიჩვია მაჩაბლის 11 ნომერზე იმდენად მძიმე იყო და მთელი ჩვენი ენერგია გადავიდა ისტორიულ შენობაზე, იმიტომ რომ ის იყო ლიტერატურული სახლი, რეზო ჭეიშვილი იყო დირექტორი, ეს იყო ჩვენთვის სასიცოცხლო სახლი. კიდევ სხვა რამე, სამართალს ვერ მივახციეთ და ბოლოს იმაზეც კი ლამის მადლობა გვათქებებიეს, რომ შენობაში ღონისძიებას ვაკეთებდით, იმიტომ რომ აღარაფერი აღარ ქონდა. არა მატერიალური რაიმე მდგომარეობა, არა შენობა, უწმინდესის თანხმობით მარტო სამების ტაძარში ვატარებდით თვეში ერთხელ ღონისძიებას, დანარჩენი კვდებოდა ორგანიზაცია, აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და თუ არა მართლა წინაპრების წინაშე აი მოვალეობის გზნობა, ალბათ ვერ გაუძლებდა ვერავინ იმას, რომ 20 წელი ყოფილიყავი ორგანიზაციაში, სადაც სულ ზეწოლა იყო, სულ შეურაცხყოფა და ცინიკური გადაცემები ქართულ მწერლობაზე. მე მახსოვს, მწერალთა კავშირის ყრილობა რუსთავიორმა კი არ გაჩვენა, არამედ აჩვენა ერთ-ერთი ქართველი მწერლის დაბადების დღე და ვითომ ეს იყო მწერალთა კავშირის ყრილობა, რომ ცეკვავენ მწერლები. ხა ცეკვა მაგათ რა გაუკვირდებოდათ, მაგრამ თვითონ კონტექსტიდან ამოგლეჯილი სულ სხვა ფაქტი, სულ სხვანაირად ნაჩვენები ისეთი შეურაცხყოფელი იყო, რომ სიტყვა ვერ ვამბობ რა გადავიტანეთ მაშინ. უყურებ ტელევიზორს და ვხედავ ეს ჩემი მწერლები ზოგი აქეთ ასე ზოგი იქეთ ცეკვავს და ამ დროს სულ სხვა ღონისძიება დაბადების დღეა, მწერლის დაბადების დღე. აი ეს აჩვენეს ვითომ ყრილობა იყო მწერალთა კავშირის. ასეთი ბევრი რამე იყო. მიზანმიმართული დამამცირებელი, მიზანმიმართული, აი ყველანაირად მატერიალურად და პიარის მხრივაც. ყველანაირად ვიყავით დამცირებული. ბატონი სოზარისჯერია და შემდეგ ბატონი თენგიზი. უბრალოდ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი. კომისიას ჯერ ხა ვადის მიხედვით ნახევრამდე ვართ მისული, ალბათ ცოტა მეტიც კი დაგვრჩა, მაგრამ ბატონმა გურამმა ძალიან სწორად თქვა, რომ შემაჯამებელი გამოსვლა იყო დღევანდელი თქვენი, შეიძლება მთელი კვინტესენცია კომისიის მუშაობისაც და იმ რეჟიმის შეფასებისაც და თქვენ ძალიან ზუსტად ბრძანეთ, რომ რაღაცა შეიძლება უცებ სახელი ვერ დაარქვა, რაღაცა შეიძლება უცებ ბოლომდე ვერ გაიაზრო რა ხდება, მაგრამ გრძნობ რომ რაღაცა ისე არ არის, ხო? არასწორად ხდება, რაღაცა ცუდი მიმართულებით მივდივართ და დროთა განმავლობაში ხდება ამის გააზრება და აი დროთა განმავლობაში დაერქვათ ძალიან ზუსტი სახელი, აი უსამშობლო ტერმინი, რომელიც დამკვიდრდა, არის ყველაზე ზუსტი სიტყვა, რომელიც მათ არს განმარტავს ბოლომდე, აი თავიდან ბოლომდე და შემთხვევითი არ იყო, რომ სიტყვა სამშობლოს ებრძოდნენ. თქვენ ჩემზე უკეთ გეხსოვებათ, აი ტელევიზიებში გამოსვლები იყო პირდაპირ როგორი მოძოლებული არის სიტყვა სამშობლო და ეს სიტყვა უნდა ამოიცირკოს. ჟურნალისტები დიდ პრეტენზია რო აქვთ, მწერლები, პოლიტიკოსები პირდაპირ სიტყვა სამშობლოს უცხადებდნენ ბრძოლას და რეჟიმი და მისი მსახურები და აი ეგ იყო და ეს მარტო მაშინ არ იყო. ჩვენს პერიოდშიც კი გაგრძელდა და ბატონი
ბიძინა ივანიშვილი იხსენებდა ხოლმე რომ რამდენიმე ჩვენს მაშინ ალიანსში ერთად რო ვიყავით ზოგიერთი ჩვენი წარმომადგენლები დღეს რა თქმა უნდა ოპოზიციაში არიან ისინი ალიანსში ვინც იყვნენ ჩვენთან ერთად პარტიების წარმომადგენლები შიდა კამათებში ცდილობდნენ იმის დამტკიცებას რომ რა დროს სამშობლო ჩვენ სახელმწიფოზე უნდა ვილაპარაკოთ სახელმწიფო უფრო დიადია სახელმწიფო საბჭოთა კავშირი რო იყო ისეთი უნდოდა მაგრამ ჩვენ სამშობლო საქართველოს მიგვაჩნდა და სწორედ აი ეს ტერმინი სამშობლო გამოხატავს ყველაზე კარგად იმ რეჟიმის და მისი მსახურების არსს და ის თქვენი გამოსვლა იყო მართლა შეჯამება იმისას თუ რას წარმოადგენდა ის რეჟიმი და დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის და იმ ყველაფრისთვის რაც გიბრძოლიათ ამ წლების განმავლობაში. მადლობა. ბატონი თენგიზი. მეც კითხვა არ აქვს. მინდა თავისუფლებას მივცემ და ვალდებულდათაც ვთვლი რაღაც საკითხები, იმიტომ რომ ახალგაზრდების გვესწრებიან და უსმენენ. ეს ღირებულებები იმდენად გადაანაცვლეს და იმდენად ნაცვლებოდა რომ აზრი დაუკარგეს ბევრ სიტყვას ან არა სათანადოდ იყედებდნენ. აი როგორ შეიძლება ახლა ვთქვათ ქალბატონ მაყვალას აბატორეზოს ფაშისტი უწოდო ან მის აზროვნებას უწოდო ფაშისტი. მხოლოდ იმის გამო რომ თავისი ეროვნული თვითყოფადობის თავისი ეროვნული გადაჭარბებულად გიყვართო გადაჭარბებულად გიყვართო სიყვარული ახლა მე ვიტყვი იმას რაც მე ჩემი თვალით მინახავს ხვის მონაყოლს არ გეტყვით ფაშიზმი არის ის და ნაციზმი არის ის როდესაც შენი კულტურის გარდა ყველა დანარჩენი კულტურა რაც შენს გარშემო არსებობს მიგაჩნია მეორე ხარისხოვნად ან მესამე ხარისხოვნად და საერთოდ მიუღებლად მე მინახავს ჩვენ მეზობელ ქვეყანაში როგორი მეგობრობა ჰქონდათ თქვათ ჩვენი მეზობელი ქვეყნის მწერლებთან. არსებობდა ასეთი მაჩაბლის პრემია, მაშინ გავიცანი, არც ვიცოდი. მათი მეშვეობით გავიგე, როდესაც ისინი ჩამოვიდნენ, რომ უამრავი მაჩაბლის პრემიის ლაურეატი იყო ჩვენს ამ მეზობელ ქვეყანაში. რის გამო? იმის გამო, რომ ქართველი დიდი მწერლების ნაწარმოებები ჰქონდათ თავის ენაზე ნათარგმნი. ეს სამხრივი პროცესი არ იყო. ჩვენი ქართველი მწერლებიც, თქვათ, იმ ქვეყნის მწერლების ნაწარმოებების თარგმნია. სომხეთია ახლა რამე კი არ არის. სხვა ქვეყანაში ხდებოდა ესეთი ალბათ უბრალოდ მე რაც მინახავს პირადად გეუბნებით. ამიტომ არავითარი ფაშიზმი, არავითარი ესეთი ელემენტი ამ ადამიანებში არ არის და არ შეიძლება იყოს, როგორ შეიძლება დიდხელობას ესეთი რაღაც გააჩნდეს. და არავინ არ დაიჯეროს მით უმეტეს ახალგაზრდება რომ როდესაც შენი ქვეყნის ინტერესებს, შენ ენას, შენ სარწმუნოებას ან თქვა შენ კულტურას იცავ ეს არის რაღაც ფაშისტური ელემენტების შემცველი. ფაშისტური ელემენტების შემცველი იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც შენ დაიწყებ ამავე მოსაზრებების გამო სხვების დევნას, დაჩაგვრას, დახვრეტას, გაუბედურებას, აუგრძალავ მათ თავისი ლიტერატურის განვითარებას და ასე შემდეგ. აქ პირიქით პროცესებთან მქონდა საქმე. უამრავი არაქართველია ჩვენს ორგანიზაციაში. პატრიოტი ადამიანები პოპულარიზაციას უწევდნენ სხვა ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მწერლობას. და ასევე ჩვენ მკითხველს აცნობდნენ ამ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ლიტერატურასაც თავის მშობლიურ ქართულ ენაზე. და ამას აკეთებდნენ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად. მე ეს ურთიერთობები მინახავს, ჩემი თვალით მინახავს. ამ შეხვედრებზე ვყოფილ ვარ. და არავინ არ მოგვატყუოთ, რომ ეს არის ფაშიზმი. არავითარი ფაშიზმი არ არის შენი სამშობლოს სიყვარული და არავითარი გადაჭარბებული სამშობლოს სიყვარული არ არსებობს. პირიქით ჩვენი უბედურება ის არის, ჩემი თავიდან დავიწყებ, რომ არასათანადოდ გვიყავს კიდე იმ სიძლიერით სამშობლო, როგორც ეგადრება და არა პირიქით გადაჭარბებული პატრიოტიზმით. და აი ესეთ წარმომადგენლებთან აქვს ჩვენი ერის ღირსეულ წარმომადგენლებთან ჩვენ საქმე, რომელიც მართლაც იმის გამო რომ უნდა დაეკნინებინათ ყველაფერი ქართული და არა კონკრეტულად მათი პირადი ინტერესი კი არავის არ ქონდათ. აი პირადად უნდა დაეკნინებინათ და პირდაპირ უნდა დაეკნინებინათ ყველაფერი ქართული. აი ამასთან მქონდა საქმე. და მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, იმ მოჭარბებულ პატრიოტებს, მოჭარბებული ხარისხით რომ აქვთ პატრიოტიზმი და გვიხარია რომ ჩვენს გვერდით ხართ და დარწმუნებული ვართ რომ ეს პატრიოტიზმის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება და ამ მოჭარბებულობას არაფერი დააკლება წლების გამო. ამაში დარწმუნებული ვარ. ყველაფერს დიდი მადლობა. კარგს გისურვებთ სამამულოთაც და ჯანმრთელობას. დიდი მადლობა. შეკითხვები ხომ არ არის? ქალბატონო მაყვალა, სანამ დაგემშვიდობებით, თუმცა თქვენ შემაჯამებელი სიტყვა თუ გსურთ გეკუთვნით, ესეთი თხოვნა მექნებოდა, ხომ არ იქნებოდა შესაძლებელი, რომ თქვენ რა დროც დაგჭირდებათ ერთი კვირა, ორი კვირა, წარმოგვიდგინოთ იმ პერიოდის
ემბლემატური, ახლა ყველას ჩვენ ვერ შევეხებით, ნაწარმოებები, რომლებიც გამოცემულა იმ წერლების მიერ, რომლებსაც მეტად უწყობდნენ ხელს ბილად რომ თქვა იმ დროის ხელისუფლები, იმისათვის რომ სწორედაც რომ ახალგაზრდა თაობაში შეეცვალათ ეროვნული ცნობიერება. კი ბატონო. რამდენიმე თქვენ რომ ჩათვლით მწერალთა კავშირი და თავად თქვენ რომ ეს არის ის რაც გამოხატულებაა. ჩვენ გვინდა რომ დასკვნას ამგვარი დანართები ჰქონდეს. კი ბატონო. ჩვენ დღეს ვიხილავთ სწორედ ჩვენი კომისიისთვის ერთი თვით ვადის გაგრძელების საკითხს პარლამენტში. ძალიან ბევრი დოკუმენტი უკვე დამუშავდა, ასეულობით გვერდი, იმისათვის რომ დასკვნა დაიწეროს და რა კი დანართები ვახსენე, საზოგადოებისთვისაც საინტერესო ალბათ როგორია ჩვენი ხედვა სტრუქტურის ამ დასკვნის. რასაკვირველია დასკვნა იმის დასკვნაა და დოკუმენტია რომ მას აქვს შესავალი, აქვს ბოლო თქმა, სადაც რეკომენდაციები უნდა იყოს და აქვს შიგთავსი, რომელიც თემატურად სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. თუმცა ლაიტმოტივი, რაც ჩვენი აზრით უნდა თანძდევდეს ამ დასკვნას, არის არა მარტო ის, რომ ეს იყო მოძალადე რეჟიმი, ეს უკვე დასტურდება რეჟიმი, რომელმაც საკუთარი მოქალაქეებიც კი არ გამოიყვანა საომარი არეალიდან, პირიქით აწყობდა, რომ რაც მეტი მოქალაქე დაიღუპებოდა მშვიდობიანი ომის დროს, მით მეტად მიეცემოდა ცალაპარაკო საერთაშორისო ფორუმებზე, რომ აი დახეთ რამდენი ადამიანი დაიღუპა, იმის ნაცვლად, რომ მინიმიზაცია გაეკეთებინათ მსხვერპლის. აღარ ვსაუბრობ სასჯელახსრულების სისტემაზე და სხვა, ვთქვათ, ქონებრივი უფლებების დარღვევებზე და ადამიანების გაუბედურებაზე. მოძალადე სახელმწიფო ტერორი, შიშზე დაფუძნებული მართვა, მაგრამ კიდევ ერთი თუ არა პირველი ლაიტმოტივი უნდა იყოს ის, რომ ეს გახლდათ ანტიქართული და როგორც ბატონმა სოზარმა ეს სიტყვა შეგვახსენა, უსამშობლო პოლიტიკური ხელისუფლება. და ამ დასკვნას ექნება თავისი დანართი, დაწყებული მაშინდელი ანგარიშებიდან, სახალხო დამცველის, ბატონი თომას ჰამარბერგის თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო არქივი, მათ შორის უნიკალური, რომელსაც ჩვენ ვკრებთ და ძალიან ბევრი შევკრიბეთ და ვაგრძელებთ, მაგრამ წიგნებიც. ამიტომ თუ თქვენ ამ დანართების შევსებაში მიიღებთ ამ ფორმით მონაწილეობას, რომ აი მომავალი თაობის 50 წლის შემდეგ ეს პარლამენტი კვლავ იქნება, საქართველო რა თქმა უნდა კიდევ უფრო ძლიერი და მშვიდობიანი იქნება და დაინტერესებს ვიღაცას, რომ მკვლევარს თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირს, რომ ჩახედოს რა იყო მაშინ. აი რომლებია ასეთი ნაწარმოებები თქვენვე შეკრიბეთ და მოგვაწოდეთ, რომ ის დასკვნის დანართად ასახავდეს იმას, თუ როგორი ნაწარმოებებით ცვლიდნენ ეროვნული ცნობიერების მართლმადიდებლური რწმენის დაკნინების და ზოგ შემთხვევაში მისწრაფება ჰქონდათ, რომ ეს რწმენა დაემარცხებინათ კიდეც. კი ბატონო. იქნება ამაში დაგვეხმაროთ. კი ბატონო, ერთ რამესაც დავამატებ, ასეთი ნაწარმოებებში შემთხვევით არ ხდებოდა ბილდ სიტყვაობა. იმიტომ რომ სიტყვა არის უფალი და როცა შენ აჩვევ ადამიანის ყურს. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს პატარა გოგონები საშინელი სიტყვებით საუბრობენ და იგინებიან, გოგონები იგინებიან. აი ამ წიგნებში ყველაზე შემზარავი რაც იყო ასევე, გარდა იმისა, რომ ცნობიერების შეცვლა უნდა უდოდათ, გარდა იმისა, რომ მოქონდათ ხელოვნური თითიდან გამოწვეული პრობლემები, რაც არ არსებობდა საქართველოში. მესამე და მთავარი იყო ის, რომ ნაწარმოებებში თითქმის ყველა გვერდზე იყო სიტყვაობა და სათაურებშიც. ისეთი სათაური, რომელსაც ღირსეული ოჯახიშვილი უბრალოდ ვერ წაიკითხავს, ან შვილს არ აკადრებს და არ წააკითხებს. აი ესეც, იმიტომ რომ სიტყვა არის უფალი და შენ როცა უკვე ბედავ, არა მარტო იმას, რომ შენ შეურაცხყო პატრიარქი, არა მარტო იმას, რომ შენ შეურაცხყო წარსული, არა მარტო იმას, რომ შენ შეურაცხყო ქართლის დედა, რომელიც სიმბოლოა თბილისის და საქართველოსი, არამედ სიტყვები ქალების შემოქმედებაშიც ისეთი, რომელიც
აკნინებს თვითონ სიტყვისადმი დამოკიდებულებას. ესეც შემთხვევითი არ იყო. საერთოდ შემთხვევით არაფერი არ ხდება სამყაროში, ამის თქმა მინდა. ყველაფერი რაც კეთდება, რაღაცას ემსახურება, ან სინათლეს, ან სიბნელეს. ასე რომ შემთხვევითობის ბრალი არ არის. მე მაგალითად ვიცი ნაწარმოები, სადაც აუცილებელია ესა თუ ის ფაქტი და გენიალურ მიხეილ ჯავახიშვილის მაგალითსაც მოვიყვან, მაგრამ არის ერთი რაც აუცილებელია ნაწარმოების, არის მეორე მიზანმიმართული პროცესი. თითქოს უნიშნელო, თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ მიზანმიმართული. ქალბატონო მაყოლა და ასევე დაგვაინტერესებდა თქვენ ახსენეთ ზურაბ ჭიაბერაშვილის პროექტი თუ გამოცემა პროექტი რომელიც დაუფინანსა სოროსის ფონდმა არა ევრაზიულმა ფონდმა და რომლის მთავარი სულისკვეთება იყო ის რომ რაც მალე დავივიწყებთ წარსულს ავაშენებთ უკეთეს მომავალსო დაახლოებით ეს შეიძლება მე ვერ ვიპოვო იმიტომ რომ ეს იყო 2004 წელი და მე სამწუხაროდ მაშინ მხოლოდ მკითხველი ვიყავი და დავაბრუნე პროექტი მასეთი ნამდვილად იყო და სხვათა შორის რა გამიხარდა იცით ამას წინათ იყო გადაცემა და მე რომ ამ პროექტზე საუბარი დავიწყე იქ ბრძანდებოდა კიდევ ერთი პროფესორი ადამიანი რომელმაც ჩემზე უკეთ იცოდა ეს პროექტი მე მკითხავ მას ხომ არ აქვს შემთხვევით ეს აჭარის საზმაუწყებელი დიახ აი მან და გამიხარდა იმიტომ რომ სულ ფიქრობდი რომ როგორ არ გადავიღე ასლი მეთქი რაღაცნაირად გული მწყდებოდა თვითონ ისეთი საინტერესო ფაქტია ფაქტად ძალიან საინტერესო გადაცემა. აი უცებ ამ ადამიანმა ბატონმა თქვა რომ აი ასე იყო და თანხაც კი ახსოვდა რამდენი გაიცა ამაზე. მე ესეთ დეტალები არ მახსოვდა. ასე რომ იყო ესეთ. კი მე ნახავ გადაცემაში და გეტყვით ხო? ხო. და რა თქმა უნდა იყო სტატია მოვიძიებთ ჩვენ ამასაც, იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობამ უნდა იცოდეს. სულ ერთია ვინ არის პოლიტიკოსი, გვარი სახელი, რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, დღევანდელია ოპოზიციაში, ხელისუფლებაშია თუ მაშინდელი. ვინ როგორ შეფასებებს აკეთებდა, რა პოზიციებს იცავდა. მაშინ თუ ეს არ გინდა რომ ასე იყოს, ნუ გამოხვალ პოლიტიკაში. მე არასდროს არ დამავიწყდება, მაგალითად ვერც გავიმეორებ, მაგრამ იმ დროის ხალხი მიმიხვდებით. ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა თქვენ გაკვირთ ახსენეთ, როგორ ახსნა თბილისის თავზე მდგარი ხმალი და თასი რა იყო? რას ნიშნავდა? ეს აუხსნა ახალგაზრდა თაობას აბსოლუტურად სხვანაირად, ვიდრე ჩვენ გვასწავლიდნენ და ის ამით ამაყობდა მაშინ როგორც თბილისის მერი. და განათლების სამინისტროში თუ არ მეშლება ქალბატონთეა მინისტრის მოადგილე იყო ამასაც, რომელსაც წიგნის სათაურად ჰქონდა, ხა მეც ვერ გავიმეორებ სათაურის სახელს. ვის წიგნზე საუბრობთ? ერთ-ერთი ეხლა მაგასაც გავიხსენებ გვარს ახლა ყველა აღარ მახსოვს საბედნიერო თუ სამწუხაროდ ქართულ ლიტერატურას მათი სახელები დიდად არ შემორჩა, მაგრამ განათლების სამინისტროში მუშაობდა კაცი, რომელიც წიგნის სათაურიც იყო, მთვარე მაკოცე ძალიან ცუდი სიტყვით თავდებოდა, მაპატიეთ? კი ბატონო. ასეთ ის ასწავლიდა ბავშვებს სკოლებში და ეს გასაგებია, მაგრამ ხა ქართლის დედის შეურაცხყოფა ეს უკვე არა ესეც შეურაცხყოფელია, ისეთი სიტყვით თავდებოდა, რომელსაც ვერ ვიტყვი მეთქი რა. ვერ გავბედავ და ვერ ვიკადრებ. დიდი მადლობა. მაშინ დავრჩეთ თქვენ ნებართვით კონსულტაციის ფარგლებში, როგორც აქამდე ვიყავით და თქვენგან დაველოდებით იმ გამოცემებს, რომელსაც საქართველოს მწერალთა კავშირი ჩათვლის, რომ ჩვენი დასკვნის დანართი უნდა იყოს. თქვენგან ამას დაველოდებით. წინასწარ დიდი მადლობა მობრძანებისთვის. აქ მრავლად ითქვა მადლიერება, მეც შეუერთდები ამას და ყველა იმ ბრძოლისთვის ეს არ იყო ერთი ბრძოლა, დიდი ბრძოლა იყო, რომელსაც თავისი სხვადასხვა დროის ბატალია ახლათან. ამისთვის გიხდით დიდ მადლობას. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ქალბატონთეა და დავამთავრებ ჩემს სიტყვას ერთი წინადადებით, რომ ჩვენ ადამიანები არ ცხოვრობთ ერთ დროში, არც მარტო წარსულში, არც საწყოში და არც მარტო მომავალში და მე ძალიან მინდა რომ საქართველოს სამ დროში იგრძნოს თავი ბედნიერად, იმიტომ რომ სულ ცდილობდნენ რომ მოეკვეთათ დრო წარსული ამოკვეთილი იყო და მინდა რომ მომავალმა წარსულის პატივისცემაც იცოდეს და მომავლის იმედიც ჰქონდეს. დიდი მადლობა იმედისთვის. დიდი მადლობა თქვენ. დროებით გემშვიდობებით. ბედნიერად. სამდივნო გაგაცილებთ, ჩვენ ვაგრძელებთ სხდომას. თუ იქნება პროცედურული საკითხები განვიხილოთ, შეგვიძლია სამუშაო რეჟიმზეც გადავიდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო მაყვალა.
სამუშაო რეჟიმზე შეგვიძლია გადავიდეთ რამდენიმე წუთი, სანამ პლენარული სხდომა დაიწყება. მაშინ საჯარო ფორმატის სხდომა დახურულად გამოვაცხადოთ და რამდენიმე სამუშაო საკითხი სამუშაო რეჟიმში განვიხილოთ.